საქართველოს ევროპული გზა ბათუმში მერვე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომელზეც კონფლიქტების მოგვარების გზები, დემოკრატიის გამტკიცების საკითხები, სავიზო რეჟიმის გამარტივება და სავაჭრო ურთიერთობების განვითარება განიხილება. შეხვედრაზე საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის 2011 წლის პირველი ნახევრის ანგარიში წარმოადგინა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი. ღონისძიებას ჩვენი კორესპონდენტი ბექამ ჭედლიშვილიც ესწრება. საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარ გამოსვლაში რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მას დაახლოებით 9 საათიანი გამოსვლა ჰქონდა. მიხეილ სააკაშვილმა განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა საქართველოს იმ პროცესებზე, რომელსაც საქართველო ახორციელებს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. მიხეილ სააკაშვილმა ეს პროცესები დადებითად შეაფასა. ასევე საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს და ასევე ბათუმის განვითარებაზე. ყველა ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ, არის მიმართული იქითკენ, რომ ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაცია მოხდეს და როგორც ეს ბატონმა შტეფან ფულემ აღნიშნა, ეს არ კეთდება იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ ან ევროკავშირმა გადაწყვიტა, არამედ კეთდება იმისთვის, რომ ეს ქართველი ხალხის არჩევანია. მე ვარ ოპტიმისტი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს უდიდესი პროგრესი ევროპული ტრანსფორმაციისა და ევროინტეგრაციის კუთხით. თუნდაც ბოლო თვეებში 2011 წლის დასაწყისშივე გამოვლინდა კარგი დინამიკა ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის კუთხით. საქართველო არის წარმატებული ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის პროგრამის სამოქმედო გეგმის ფარგლებში და ასევე საქართველოს წარმატებით ახორციელებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პირობებს. დილის 10-ის ნახევარზე გაიხსნა კონფერენცია ბათუმ რედისონში. შესაბამისად კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ როგორც მთავრობის წარმომადგენლები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წევრები. ცოტა ხნის წინ სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს ევროკომისარმა შტეფან ფულემ, რომელმაც ასევე ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელიც საქართველომ გაატარა. შტეფან ფულემ ეს რეფორმები დადებითად შეაფასა. საქართველომ ევროკავშირთან დაახლოებისა და ინტეგრაციის არჩევანი გააკეთა. ქვეყანას სურვილი აქვს, რომ ჩამოაყალიბოს გადამოწმებისა და დაბალანსების პოლიტიკა და ხელი შეუწყოს ტოლერანტობასა და პლურალიზმს. ასევე ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ, როგორ ვითარდება ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა ქვეყანაში. საქართველო ამ კუთხით წინ სწრაფად მიდის. ევროპული გზა ასეთ სახელწოდების კონფერენცია უკვე მერვედ იმართება ბათუმში. შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარ ტრადიცია დაინერგა. კონფერენცია გუშინ გაიხსნა, დღეს მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ხვალ დაიხურება.